ჩვენი ბოლოს საუბარი მსმენელს ახსოვს ეხებოდა აპოკრიფების ჟანრს, რამდენიმე თხზულების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებით ეკლესიური შეხედულება გადმოვეცით და ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ძეგლების მიმართ დამოკიდებულება ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში შეიძლებოდა შეცვლილიყო. ეს აბსოლუტურად გასაკვირი არ არის, კვლავ გავაღვნიშნავთ, რადგან თვით კანონიკურ ძეგლებთან დაკავშირებითაც კი ურყევით ჩამოყალიბებული ეკლესიური დასკვნა მხოლოდ საუკუნეების შემდეგ ხორციელდებოდა, როგორც ეს მაგალითად იოანეს აპოკალიფსთან დაკავშირებით უკვე ვაჩვენეთ. ხოლო რაც შეეხება საკუთრივ აპოკრიფებს, მსგავსი დამოკიდებულება ორივე კუთხე რას ნიშნავს, რომ თავდაპირველად ძეგლი მიღებული იყო და შემდეგ იქ მოხდა მისი უარყოფა, ანდა მეორე მხრივ თავდაპირველად ძეგლი ნაკლებ მიღებული იყო და გვიან მოხდა მისი შეწყნარება და საკითხავ წიგნად მიჩნევა და დადება მორწმუნეთათვის. აი ეს ორივე მხარე აპოკრიფებთან დაკავშირებით სავსებით გამოკვეთილია და აღნიშნავთ, რომ ეს გასაკვირი არ არის, რადგან თვით კანონიკური ძეგლების და ზოგადად ბიბლიის კანონის მხრივაც მსგავსი მოვლენა სახეზეა. მაგალითად, ერთი მხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ ძეგლი თავის დროზე საბოლოო და ურყევი განჩინებით ჯერ კიდევ არ იყო მიჩნეული კანონიკურად და გვიან მოხდა მისი აბსოლუტური კანონიზება, ამის ნიმუშია იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი, ხოლო პირუკუ შემთხვევა, როდესაც ძეგლი კანონიკურად იყო მიჩნეული და შემდეგ მისი ანათემირება მოხდა, ამის ნიმუშია ჩვენს მიერ განხილული და ვფიქრობთ საკმაოდ ვრცლად განხილული მოციქულთა განწესებანი. რაც შეეხება სხვა ძეგლებს და სხვა აპოკრიფებს. აპოკრიფთა სიმრავლე ჩვენ რა თქმა უნდა საშუალებას არ გვაძლევს, რომ დეტალურად შევეხოთ თითოეულ მათგანს, ან და საერთოდ ვახსენოთ ყველა მათგანი. მაგრამ ზოგიერთი აპოკრიფი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და შეიძლებოდა მსმენელისთვისაც საყურადღებო ყოფილიყო მათზე გარკვეული აქცენტის გაკეთება. აპოკრიფები, როგორც აღნიშნეთ, ეკლესიის ისტორიის სათავეშივე ჩნდება კანონიკური ძეგლების გვერდით და მათი რიცხვი ყოველთვის აღემატებოდა კანონიკურ წიგნებს. ეს რა თქმა უნდა ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ის რაც გამორჩეულია, ის რაც რჩეულია, რიცხობრივად ყოველთვის უმცირესია, უფრო მდარეზე, უფრო ნაკლებ მნიშვნელობაზე, ან და საზოგადოდ პოპულარულ და მასობრივად გავრცელებულ ძეგლებზე. აპოკრიფების რაოდენობა ბოლოს იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ სპეციალური კვლევითი ძიებანით წარმოებს მათი დახარისხებისათვის, მათი რედაქციული თავისებურებების განსაზღვრისათვის, სხვადასხვანაირი თარგმანების მოძიებისათვის და სხვა. და უზარმაზარი ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით შექმნილი. მაგრამ ერთი მხარე აპოკრიფებისა ყოველთვის ჩვენს მიერ აღსანიშნავი უნდა იყოს. ეს გულისხმობს შემდეგს. ჩვენ ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამთ, რომ აპოკრიფები არის ორგვარი. ნაწილი ეკლესიისგან მიღებული, ნაწილი ეკლესიისგან ანათემირებული და მიუღებელი. ეკლესიისგან მიღებული და საკითხავად დაშვებული აპოკრიფები ესაა ის ძეგლები, რომლებიც დოგმატის თვალსაზრისით არავითარ ცნობილებას არ შეიცავენ, და ამიტომ ისინი შესაძლებელია რომ წაკითხული იყვნენ, არც ფაქტობრივი ცნობილებანია და გაყალბებანი მათში, მაგრამ არც კანონში შედიან ეს აპოკრიფები, იმიტომ რომ იმ ღვთის სულიერებას, რასაც კანონიკური წიგნები უეჭველად გულისხმობენ, ეს წიგნები ვერ ეთანასწორებიან, იმ სიმაღლემდე ვერ ადიან. შესაბამისად, ღვთის სულიერების ხარისხით ბევრად ნაკლებნი არიან კანონიკურ წიგნებზე, მაგრამ არც ცნობილებათა შემცველნი არიან და პირველდაწყებითი სწავლებისათვის ისინი ეკლესიისგან დაშვებული არის მორწმუნეთათვის. ესაა აპოკრიფთა ერთი ნაწილი, ხოლო აპოკრიფთა მეორე ნაწილი მიუღებელი ეკლესიისთვის ანათემირებულია და როდესაც ჩვენ რამდენიმე საუბრის წინ განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი სახის ლიტერატურა და რამდენ ნაწილად დასაყოფი არის ქრისტიანული ლიტერატურა, აღნიშნავდით, რომ ეკლესიის მამათა ნაწილი ორად ყოფს მათ ამ წიგნებს, რაც ქრისტიანულ ლიტერატურას შეადგენს, კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებად, ხოლო მეორე ნაწილი სამად კანონიკურ, არაკანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებად. ამ ორ თვალსაზრისით შორის აბსოლუტურად არავითარი სხვაობა არა, მხოლოდ გამოთქმის ფორმაში გახლავთ სხვაობა, კერძოდ ის მამები, რომლებიც ორ ნაწილედობას წარმოაჩენენ ქრისტიანულ ლიტერატურისას და ქრისტიანულ ლიტერატურას განყოფენ კანონიკურ და აპოკრიფულ ნაწილებად, საკუთრივ აპოკრიფს ორმნიშვნელოვნად მოუხმობენ. ესე იგი, აპოკრიფის აპოკრიფულ ნაწილში ახდენენ გამიჯნვას ერთი მხრივ შეწყნარებული აპოკრიფებისას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, და მეორე მხრივ შეუწყნარებელი და ეკლესიისგან მიუღებელი, ეკლესიისგან განგდებული წიგნებისას. ესე იგი, საკუთრივ აპოკრიფებია მათთვის ამ ორნაწილედობის ამღიარებელი მამებისათვის, საკუთრივ აპოკრიფები გახლავთ ორნაწილედი შინაგანად, მისაღები აპოკრიფები და მიუღებელი აპოკრიფები. ხოლო რაც შეეხება იმ მამებს, რომლებიც სამნაწილედობას წარმოგვიდგენენ ქრისტიანული ლიტერატურისას და ყოფენ მათ კანონიკურ, არაკანონიკურ და აპოკრიფულ ნაწილებად, მათთვის უკვე აპოკრიფი მხოლოდ უარყოფით ძეგლებს ნიშნავს, ხოლო ის, რაც შეწყნარებულ აპოკრიფებად მიიჩნევა პირველი თვალსაზრისის მომხრეთათვის, ესე იგი, რომლებიც ორნაწილედობას აღიარებენ, ამ შეწყნარებული აპოკრიფების შინაარსით სამნაწილედობის მომხრენი იყენებენ ტერმინს არაკანონიკური. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორნაწილედობის
მომხრეთათვის, რასაც ნიშნავს აპოკრიფთა შიგნით პირველი ნაწილი შეწყნარებული აპოკრიფები, იმავეს ნიშნავს სამნაწილედობის მომხრეთათვის მეორე ნაწილი არაკანონიკური წიგნები. ძველი ქართული ტერმინოლოგია საკმაოდ ნაირგვარია, ამავე დროს სრულყოფილია წიგნების რაობის გასარკვევად და ალბათ მსმენელისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ კანონიკური შინაარსით მოიხმობოდა ძალიან საყურადღებო ტერმინი დაბეჭდული. დაბეჭდულნი წიგნნი, ესაა იგივე კანონიკური წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა. ამავე შინაარსით ჩვენ დაახლოებით მე-12 საუკუნის დამდეგიდან გვხვდება ტერმინი აგრეთვე განკანონებული. ესე განკანონებულნი წიგნნი და დაბეჭდულნი წიგნნი, ესაა იგივე კანონიკური წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა. აქ აღნიშნავთ, რომ ტერმინი განკანონებული საეკლესიო ხმარებაში მეორე მნიშვნელობასაც შეიცავს, კერძოდ ეპიტიმია დადებულს ნიშნავს განკანონებული. განკანონება ზმნა გულისხმობდა ეპიტიმიის, ანუ გარკვეული სასჯელის დადებას. აი ამ მნიშვნელობაში არ უნდა გვერიოს იმავე ტერმინ განკანონებულის მეორე მნიშვნელობა, რაზეც საუბრობდით, კონკრეტულად კანონიკური წიგნების მხრივ. ამრიგად კანონიკური, დაბეჭდული, განკანონებული ესაა ერთი და იგივე შინაარსისა. რაც შეეხება არაკანონიკურს, ის ძველად გამოითქმოდა ტერმინით დაუბეჭდველნი წიგნნი, იგივე არაკანონიკური წიგნები, ან და იგივე განუკანონებელნი წიგნნი. ხოლო აპოკრიფებთან დაკავშირებით აღნიშნავდით უკვე, რომ ის ძველქართულად ეს ტერმინი აპოკრიფი ძველქართულად ითარგმნებოდა როგორც დაფარული. ამ განმარტების შემდეგ ჩვენ კვლავ შეგახსენებთ, რომ არაკანონიკურობა წიგნისა ან და შეწყნარებულობა აპოკრიფისა ჩვეულებრივ უფრო თვალსაჩინოა ძველ აღთქმასთან დაკავშირებით. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ძველი აღთქმის წიგნთა შორის გამოიყოფა ჯგუფი წიგნებისა, რომლებიც არაკანონიკურნი არიან ან და აპოკრიფულნი არიან, მაგრამ მიღებულნი არიან და არა უარყოფილნი. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ესეც აღნიშნეთ, ახალ აღთქმასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ჟანრის მხრივ, ეს გახლავთ საქმეთა ჟანრი, მოციქულთა მიმოსვლის, მოციქულთა მისიონერული ღვაწლის ამსახველი ჟანრი, ლიტერატურული ჟანრი, აი ამ ჟანრთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ შეწყნარებულ აპოკრიფებზე. აბსოლუტურად ყველა სხვა ჟანრი დაკავშირებული ახალ აღთქმასთან, იქნება ეს სახარების ჟანრი, იქნება ეს ეპისტოლარული ჟანრი, იქნება ეს აპოკალიფსის ჟანრი, ყველა ამ ჟანრის წარმომადგენელი არაკანონიკური ძეგლი უარყოფილია ეკლესიისგან. არც ერთი სახარება, გარდა 4 სახარების არასოდეს ეკლესიას არ უღიარებია, არ დაუშვია საყოველთაო საკითხავად, არც ერთი ეპისტოლე, გარდა კანონიკური ეპისტოლების ასევე დაურაცხელი ასეთი ეპისტოლეები, თუნდაც მაგალითად ისეთი ძნელად გამოსაყოფი კანონიკურთაგან ბარნაბას ეპისტოლე, მაგრამ იქაც არის ისეთი ელემენტები, რომლებიც ვერანაირად ვერ თავსდება მართლმადიდებლურ სწავლებაში, აი სწორედ ამის გამო, მაგრამ ამის შემჩნევა არც ისე ადვილი გახდათ, იმიტომ რომ მთლიანად კანონიკური ჩანდა ეს ეპისტოლე და გარკვეულ პერიოდში მიღებული კი იყო კიდე ზოგიერთი მოძღვრის მიერ კანონიკურად. აი ასეთი ეპისტოლეებიც, ბარნაბას ეპისტოლე იქნება ეს მოციქულთა ეპისტოლე, ასეთი ეპისტოლეც ცნობილი, პავლეს ეპისტოლე, ლაოდიკიელთა მიმართო სხვები, ეკლესიისგან ისევე უარყოფილია როგორც არაკანონიკური სახარებანი და ბოლოს არაკანონიკური აპოკალიფსები მთლიანობაში უარყოფ. ერთადერთი, რაც ეკლესიისგან აღიარებული, ესაა საქმეთა ამსახველი აპოკრიფები, კანონიკური საქმე მოციქულთას გვერდით, აპოკრიფული საქმენი მოციქულთა დიდწილად ეკლესიისგან მიღებულია და ამის ახსნა არ არის რთული, რადგანაც საქმე ეხება აღწერილობას, ისტორიულ და სათნო გადმოცემას, მასში რაიმე გაუკუღმართება დოგმართან დაკავშირებით უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილი რა თქმა უნდა არ არის. ფაქტობრივი მონაცემები კი ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ესათვის მოციქული ყოველთვის ამა თუ იმ ერში ქადაგებდა და კანონიკურ საქმეში ეს ვერ აისახა, მაგრამ იმ ერში, რომელიც მოაქცია ამა თუ იმ მოციქულმა გადმოცემა სამოციქულო ღვაწლის შესახებ, რა თქმა უნდა არსებობდა, ამიტომ ასეთი გადმოცემები ეკლესიამ სათნო და წმინდა გადმოცემებად, წმინდა საეკლესიო გადმოცემებად მიიჩნია და მათი აღწერილობანით საკითხავად დაუშვა. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მოციქულებთან დაკავშირებული ყველა აღწერილობა, მათი მოღვაწეობის ყველა აღწერილობა ეკლესიამ მიიღო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ, აქაც მკვეთრი გამორჩევა გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას ვსვამთ ხაზს, რომ სხვა ჟანრის ძეგლებთან დაკავშირებით არავითარი გამორჩევა არ მოხდა. იქ გამორჩევა შეუძლებელი იყო. სახარება მხოლოდ 4-ია კანონიკური, ეპისტოლეები ერთი მხრივ პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე და მასთან ერთად 7 კათოლიკე ეპისტოლე, ეს გახლავთ კანონიკურნი, აპოკალიფსებიდან მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველის კანონიკური აპოკალიფსი, კანონიკურს იმიტომ ვსვამთ ხაზს, რომ იმავე იოანე ღვთისმეტყველის ავტორობით აურაცხელი არაკანონიკური აპოკალიფსიცაა ცნობილი. მთელი სერია გახლავთ და ჩვენამდე მოღწეულია ტექსტობრივად იოანე ღვთისმეტყველის არაკანონიკური აპოკალიფსები, ისე როგორც სხვა მრავალი აპოკალიფსი, რომლებიც ეკლესიისგან უარყოფილი გახლავთ. ჩვენ შეგვიძლია თითოეულად ნიმუში ამგვარი უარყოფილი აპოკრიფებისა ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ. მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე უფრო მეტად პოპულარული მეორე-მესამე საუკუნეებში ეგრეთ წოდებული თომას სახარება. თომას სახარება გახდათ ის აპოკრიფული ძეგლი, რომელსაც გარკვეული საეკლესიო წრეები, ეს საეკლესიო წრეები ამ შემთხვევაში გულისხმობდნენ თვითრჯულ ეკლესიებს, სექტანტურ მიმდინარეობებს, რომლებიც თავიანთ
საღვთო წერილად პირველ რიგში სწორედ თომას სახარებას მიიჩნევდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე არ უარყოფდნენ კანონიკურ ძველ და ახალ აღთქმას და მათ ამ შემთხვევაში კანონიკურ სახარებებს, მაგრამ თავისებურ რედაქტირებას ახდენდნენ სახარებებისას, გამოკრებდნენ იმ ადგილებს, რომლებიც თითქოს და შესაბამისობაში იყო მათ სექტანტურ და ერეტიკულ მოძღვრებასთან, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ მეხუთე სახარებაზე, თომას სახარებაზე. თომას სახარება ეკლესიის მამათაგანაც იქნა ყურადღება მიქცეული, იმიტომ რომ უარყოფდნენ რა თომას სახარების დამცველ ერეტიკულ სექტებს, ამ ერეტიკული სექტების უარყოფასთან ერთად ისინი აღნიშნული ერეტიკული სექტების უმთავრეს ძეგლსაც, უმთავრეს დასაფასებელ და ავტორიტეტულ ძეგლსაც, თომას სახარებასაც უარყოფდნენ. თომას სახარების შესახებ მაგალითად ინფორმაციას გვაწვდის წმინდა კირილე იერუსალიმელი, რომელიც განაკიქებს კიდეც ამ ძეგლს, ის ამბობს, რომ ზოგიერთები, რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების დარღვევას ცდილობენ, მოუხმობენ თომას სახარებას, რომელიც თუმცა შეფერილია სახარებად წოდების სურნელით, მაგრამ მარტივთა სულებს ჰკვნის. თომას სახარება მითითებულია თითქმის ყველა იმ ინდექსში აპოკრიფული წიგნებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა შეადგინეს სპეციალურად მორწმუნეთათვის, რათა მათ გაეთვალისწინებინათ, თუ რომელი ძეგლები არ იყო საყოველთაოდ წასაკითხი და ჭეშმარიტი მოძღვრების დამცველი. მეტიც, ძველ ინდექსებს ზოგჯერ ერთვოდა ამა თუ იმ აპოკრიფის მუხლობრივი რაოდენობის აღმნუსხველი ციფრი, აპოკრიფების სტიქომეტრიული მონაცემი, სტიქომეტრია ეწოდება მუხლობრივ დაყოფას და მუხთა აღრიცხვას და მე-9 საუკუნეში საკუთრივ თომას სახარებასთან დაკავშირებით ამგვარი მუხლობრივი აღრიცხვა, ანუ ამ ძეგლის მოცულობის შეფასება მოგცა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა, იგივე წმინდა ნიკიფორე ამსარებელმა. თომას სახარებამ საეკლესიო ფილოლოგიაში უაღრესად საყურადღებო კვალი დატოვა. საყურადღებო კვალი რა კუთხით? როდესაც საეკლესიო ლიტერატურის მეცნიერული ეგრეთ წოდებული ფილოლოგიური კვლევა დაიწყო დაახლოებით ფაქტობრივად მე-17-18 საუკუნეებიდან, ამ პერიოდისათვის კვლევართათვის რა თქმა უნდა ცნობილი გახდა ეკლესიის მამათა პირდაპირი მინიშნებანი და პირდაპირი უარყოფანი თომას სახარებისა, მაგრამ საკუთრივ ეს ძეგლი თომას სახარება მათთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ეს ძეგლი ვერსად ვერ მოიციეს. შესაბამისად, ნაწილმა კვლევართაგან ივარაუდა, რომ ეს ძეგლი ალბათ დაიკარგა, მაგრამ მეორე ნაწილისთვის ასეთი პოპულარული ძეგლის უკვალოდ გაქრობა მთლად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა და მიიჩნიეს, რომ იქნებ ეს თხზულება შემორჩენილი იყოს ოღონდ სხვა სათაურით. ეს ხშირად ხდება, რომ რაღაც ძეგლი ზოგჯერ შეიძლება სათაურის მხრივ შეიცვალოს და ასე შემორჩეს ისტორიას. როდესაც ეს აზრი გამოითქვა, ეს ეჭვი გამოითქვა, თითქმის დაუყოვნებლივ ყურადღება მიექცა იმდროინდელ კვლევაში კარგად ცნობილ აპოკრიფს სიყრმე უფლისა. ძველ ქართულად ის ასე იწოდება სიყრმე უფლისა. ეს აპოკრიფი და მისი მონათესავე აპოკრიფები, რომლებიც მაცხოვრის ბავშვობას ეხებიან, საკმაოდ გავრცელებული იყო საეკლესიო ლიტერატურაში თითქმის ყველა ენაზე და შემორჩენილიც გახლავთ დღეისათვის მრავლად. მაგრამ ის ძირითადი ამ აპოკრიფული წრიდან მაცხოვრის ბავშვობის შესახებ, რასაც საკუთრივ სიყრმე უფლისა ეწოდება, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი გახდა მკვლევართათვის, რომლებიც თომას სახარების ტექსტს ეძიებდნენ ერთი ნიშნის გამო. ერთ-ერთ ხელნაწერში თქმულია, რომ სიყრმე უფლისა დაწერა თომა მოციქულმა. ამიტომ რამდენადაც სიყრმე უფლისა ცხადია თავისი ჟანრობრივი კუთვნილებით სახარებაა, რაც უფლის ცხოვრებას ეხება ის სწორედ სახარებაა და რამდენადაც ის თომა მოციქულს დაუწერია, მკვლევართათვის რა თქმა უნდა იოლი გახდა ამ ძეგლის დაკავშირება იმ თომას სახარებასთან, რასაც ეკლესიის მამები უარყოფდნენ და რაზეც ისინი უთითებდნენ და ციტატაც კი მოჰქონდათ ამ სახარებიდან. მრავალმა მკვლევარმა მიიჩნია, რომ თომას სახარება ესაა იგივე სიყრმე უფლისა, რაც ჩვენამდე მოღწეულია. ამ ორი სახარების გაიგივება თითქმის აბსოლუტური გახდა და სხვათა შორის ქართულ მეცნიერებაშიც ეს აზრი რამდენჯერმე გამოკრთა. გამოკრთა იმიტომ, რომ ჯერ ერთი სიყრმე უფლისა ეს აპოკრიფი ქართულადაც იყო თარგმნილი, მართალია ეს სრული სახით ჩვენამდე ძველ ქართულ თარგმანში არ მოღწეულა, მაგრამ არ მოღწეულა მხოლოდ ხელნაწერის დაზიანების გამო, ერთადერთ ხელნაწერშია ფრაგმენტი ამ თარგმანისა დაცული, ეს გახლავთ სახელგანთქმული პარხლის მრავალთავი, მაგრამ თვით ხელნაწერია დაზიანებული და ამ აპოკრიფისგან გადარჩენილია მხოლოდ დასაწყისი ნაწილი, რომელიც რამდენჯერმეა გამოცემული, ბოლო გამოცემა ეკუთვნის აკაკი შანიძეს. ეს ერთი მხარე, რომ სიყრმე უფლისა ქართულად მოღწეულია და თავისთავად ცხადია მისი იდენტიფიკაციისათვის ევროპულ კვლევაში უკვე საყოველთაოდ გაბატონებული აზრი ამ აპოკრიფის იგივეობისა თომას სახარებასთან ცხადია ასახული იქნა ქართულ მეცნიერებაში. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მითითება კორნელი კეკელიძესთან, პავლე ინგოროღვასთან და საკუთრივ აკაკი შანიძესთან. მაგრამ მხოლოდ ეს მხარე არ გახლდათ ქართული მეცნიერებისთვის ის საფუძველი, რომ სიყრმე უფლისას და თომას სახარების იგივეობაზე ან და პირუკუ მათ არაიდენტურობაზე ევსჯელათ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ადრე აღვნიშნეთ ბიზანტიური ინდექსების, ანუ ბიზანტიური სიების მსგავსად ქართულადაც არსებობდა აპოკრიფულ წიგნთა სია, აპოკრიფულ წიგნთა ინდექსი, შედგენილი წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ. აი ამ ინდექსში
გვერდიგვერდ სხვადასხვა თხზულებებად იხსენიება ერთის მხრივ თომას სახარება, მეორე მხრივ სიღრმე უფლისა. თომას სახარებასთან დაკავშირებით იქ წერია და სხვა რაიმე არის თომას სახარებაი და იგიცა შეუწყნარებელ არ ქრისტიანთა წესისაგან და შემდეგ რამდენიმე სტრიქონის რამდენიმე წინადადების მომდევნოდ ვკითხულობთ და სიღრმე უფლისა სხვა არს, უცხო არს იგიცა ჩვენგან და არა შესაწყნარებელ არს. ესე იგი ექვთიმე ათონელის მიხედვით უეჭველია რომ თომას სახარება და სიღრმე უფლისა სხვადასხვა თხზულებაა. ამ ფაქტმა როგორც ჩანს დააფიქრა კორნელი კეკელიძე, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ იგი არ უარყოფს ევროპულ კვლევაში მიღებულ აზრს ამური ძეგლის იდენტურობის შესახებ, მაინც როგორც ამ დიდ მეცნიერს შეჰფეროდა ის ფრთხილობს და ხაზგასმით არ აღნიშნავს მათ იგივეობას. რაც შეეხება პავლე იგოროღვას, ის დაუყოვნებლივ აიგივებს ამურ ძეგლს და კიდევ უფრო მკვეთრი ხაზგასმა ჩვენ ამური ძეგლის იგივებაზე გვაქვს აკაკი შაინძესთან, რომელიც მიუთითებს, რომ თუმცა ექვთიმეს ინდექსით თომას სახარება და სიღრმე უფლისა სხვადასხვა თხზულება, ეს კვლევარი სიტყვებია, მტკიცდება, რომ თომას სახარება არის იგივე სიღრმე უფლისა, თუმცა იქ არ არის ნაჩვენები, საიდან მტკიცდება ამური ძეგლის იდენტიფიკაცია. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მეცნიერულ კვლევაში ეს ორი ძეგლი გაიგივებული იქნა, ამ გაიგივების საფუძვლები რაც იყო ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ეს გაიგივება მაინც საყოველთაო არ ყოფილა. ბევრმა კვლევარმა გამოთქვა დაეჭვებაც ამ გაიგივებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დაეჭვება მათ მიერ არ გამოთქმულა განსაკუთრებული სიმკვეთრით, მაგრამ მაინც სახეზეა გარკვეული მერყეობა ამ აზრის გაზიარების შამს. რა განაპირობებს მერყეობას? პირველი რაც გვაეჭვებს ჩვენ თომას სახარებისა და სიღრმე უფლისას იდენტურობაში ეს გახლავთ ის რომ კირილე იერუსალიმელისგან წმინდა კირილე იერუსალიმელისგან მოტანილი ციტატა და ეს ციტატა ჩვენამდე მოღწეულია, მას მოაქვს ციტატა თომას სახარებიდან ერთ შემთხვევაში, აი ეს ციტატა სიღრმე უფლისას ტექსტში არ დასტურდება. ბუნებრივია თუ თომას სახარება იგივე სიღრმე უფლისაა, ეკლესიის მამის წმინდა კირილე იერუსალიმელის ციტირება თომას სახარებიდან უნდა დასტურდებოდეს თავისთავად ცხადია სიღრმე უფლისას აპოკრიფში. ეს არ დასტურდება როგორც გვქვით. მეორეც, როგორც აღნიშნეთ მე-9 საუკუნის უდიდესმა მოღვაწემ წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელმა მუხლობრივი რაოდენობაც აღრიცხა თომას სახარებისა, მაგრამ ეს მუხლობრივი რაოდენობა ორჯერ მეტია სიღრმე უფლისას ყველაზე ვრცელ ვერსიაზეც კი. აი ეს ორი მომენტი ქმნიდა მერყეობას და ეჭვებას, რომ არის კი მართლაც ერთი და იგივე ეს ორი ძეგლი. ყოველივე ამას წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, 45 წლებში პირველი ცნობები გაჩნდა იმ აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა გნოსტიკური ბიბლიოთეკის გამოვლენას პალესტინაში. გნოსტიკური ბიბლიოთეკა გულისხმობდა იმ ძეგლებს, რომლებიც გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებულ გნოსტიკურ სექტებში. გნოსტიკური სექტები გახდათ ის ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობანი, ფსევდოქრისტიანული ერეტიკული დაჯგუფებანი, რომლებიც აურაცხელი რაოდენობით მიმოფანტულნი იყვნენ ხმელთაშუა ზღვის აუზში მეორე-მესამე საუკუნეებში. მათ გნოსტიკური სექტები ეწოდებათ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ამ სექტების წარმომადგენლები უწოდებდნენ გნოსტიკოსებს. ჩვენ ალბათ შემდეგში გვექნება შესაძლებლობა გნოსტიკოსებს ცლად შევეხოთ, აქ მხოლოდ აღნიშნავთ იმას, რომ სიტყვა გნოსტიკოს ნიშნავს მცოდნეს და ამ სექტების წარმომადგენლებს ჰქონდათ სწორედ პრეტენზია განსაკუთრებული ცოდნის, საიდუმლო ცოდნის ფლობაზე, რაც თითქოს ეზოტერული წესით გადაეცათ მათ, დაფარულად გადაეცათ მათ როგორც რჩეულებს. და სწორედ ამ გნოსტიკოსთა შორის იყო გავრცელებული თომას სახარება და კიდევ მრავალი ეგრეთ წოდებული საიდუმლო, ანუ ეგრეთ წოდებული ეზოტერული თხზულება. ეკლესიის მამები ხშირად მიუთითებდნენ გნოსტიკოსთა ნაყალბევ ეგრეთ წოდებულ დაფარულ თხზულებებზე, მაგრამ თვით ეს თხზულებები უდიდესწილად ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. და აი ამ წლებში, 45-46 წლებში, პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად ცნობილი საბაწმინდის მონასტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით ნაქ-ხამადის ტერიტორიაზე, სადაც არის დაბა ქენო-ბოსკიონი, იქ მოხდა სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი მწყემსის მიერ აღმოჩენა ვრცელი დიდი ტევადობის დოქისა, თიხის ჭურჭლისა, რომელიც შეიცავდა უძველეს ხელნაწერებს, პეტრატის ხელნაწერებს. რა თქმა უნდა, ამ წყემსმა ვერაფერი ვერ გაუგო მის მიერ აღმოჩენილ ფურცლებს. მიიტანა ის თავის სოფელში, სადაც ერთ-ერთი მღვდელი, რომელი აღმსარებლობისა ჩემთვის ახლა ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, არამართმაედებელი, იქ მოღვაწეობდა, ასე ვთქვათ, მათ სოფელში. ეს მღვდელიც დიდად განათლებული არ გახდა და ვერ ჩაწვდა ამ ხელნაწერების რაობას, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ რაღაც სიძველესთან ჰქონდა საქმე და დაუყოვნებლივ იქ ნაპოვნი ხელნაწერები მან გადააგზავნა კაიროში, სადაც ეგვიპტური სიძველეების ცნობილი ინსტიტუტი არსებობს. მაშინ სხვათა შორის როგორც მახსოვს, ხელმძღვანელი იყო ცნობილი ენთუზიასტი და დაუცხრომელი მოღვაწე ტოგო მინა, რომელმაც დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში კვლევარები და მოხდა ამ ხელნაწერთა შესწავლა. აღმოჩნდა ამგვარი რამ, რომ საქმე ჰქონდა კოპტურ ენაზე დაწერილ ტექსტებთან, ესე გვიან ეგვიპტურ ენაზე დაწერილ ტექსტებთან და ეს ტექსტები წარმოადგენდა სწორედ გნოსტიკური სექტების თხზულებებს, თარგმნილებს ბერძნულიდან კოპტურად მე-3-4 საუკუნეებში. აღმოჩნდა 50-მდე ძეგლი, ის ძეგლები, რომლებიც როგორც ვეკითხარით, მხოლოდ სახელწოდებით იყო აქამდე ჩვენთვის ცნობილი და მათ შორის აღმოჩნდა თომას სახარებაც. ეს ძეგლები დღეისათვის სრულყოფილადაა შესწავლილი, თუ არ ვცდები, თითქმის ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი ისინი სრულად. ფაქსიმილე სახითაც გამოიცა ეს ნახამადის აღმოჩენა, ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, მგონი ესპანურადაც, გარკვეული ტექსტები თარგმნილია რუსულადაც და დაუცხრომელი შესწავლა მიმდინარეობს მათი ანალიზი, ტექსტობრივი, ენობრივი, მსოფლმხედველობრივი და სხვა. მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ ტექსტებს შორის არის თომას სახარებაც და ამ აღმოჩენამ საბოლოოდ გადაწყვიტა საკითხი. თომას სახარება
სრულიად განსხვავებული ძეგლია, სიყრმე უფლისასგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და 6 მეათონელის მითითება ამური ძეგლის სხვადასხვაობაზე აღნიშნული აღმოჩენით ზედმიწევნით დადასტურდა. ამ დადასტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ თომას სახარებაზე დამოუკიდებლად უნდა ვისაუბროთ და სიყრმე უფლისაზე ასევე დამოუკიდებლად. მაგრამ ეს საუბარი სხვა დროს შეიძლება განხორციელდეს, ახლა ჩვენი მიზანდასახულობა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი ცნობების მოწოდება, ხოლო ეს ზოგადი ცნობები იმას გულისხმობს, რომ თომას სახარება, რომელიც ესოდენ პოპულარული იყო გნოსტიკურ სექტებში, სხვა არაფერი არ არის, თუ არა თვითმიზნურად გასაიდუმლოებული, თვითმიზნურად იდუმალების ხიბლში გახვეული გარკვეული ფრაზების, გამონათქვამების, თითქოს მაცხოვრისგან დაუწყები რაღაც უღრმესი სწავლებების კონგლომერატი, რომელსაც არ აქვს არანაირი არც თავისთავად ცხადი რაღაც თხრობითი ხაზი, არც მოძღვრებაში რაიმე სისტემურობა. ეს ყველაფერი გახლავთ მოწოდებული სრულიად უწესრიგოდ, მაგრამ ერთადერთი თვისება რაც არის და რაც როგორც ჩანს თავის დროზე ახდენდა გავლენას კითხვაზე და მსმენელზე და არაა გამორიცხული ზოგიერთ პირზე დღესაც მოახდინოს გავლენა, ეს გახლავთ ყველაფრის უაღრესად გასაიდუმლოებული, იდუმალებითი ტონით და ფერებით მოწოდება, რომ განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინოს კითხვაზე და მსმენელზე. იქ არის უაღრესად ბუნდოვანი გამონათქვამები, რომელთა წვდომა უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ მათ არანაირი ღრმა დატვირთვა თავისთავად არ აქვს. ეს უკვე პიროვნების ფანტაზიაზეა, თუ როგორ გაიგებს ის ამა თუ იმ ადგილს და რამდენადაც მეტად მოექცევა პიროვნება მსმენელი მკითხველი ტყვეობაში იმ იდუმალების ხიბლისა, რაც გარეგნულად აქვს ამ სახარებას, მით მეტად დაიჯერებს ის, რომ თითქოს რაღაც სიღრმეში შევიდა დაფარული სწავლებისა, მაგრამ ვერანაირი სიღრმეში ის ვერ შევა, იმიტომ რომ არანაირი დაფარული სწავლება პირდაპირ მნიშვნელობით მასში არაა. იქაა მხოლოდ სიცარიელე, სრული სიცარიელე და მხოლოდ ხიბლის მდგომარეობა, რითაც როგორც ჩანს ამ სახარებამ თავის დროზე ასეთი განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. რაც შეეხება მეორე აპოკრიფს სიღრმე უფლისას, მასში თხრობაა გადმოცემული, არის ცალკეული ეპიზოდები მაცხოვრის ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, ამ ხასიათის აპოკრიფების აღმოცენების საფუძვლის დადგენა რთული არ გახლავთ. იმდენად დიდი იყო მორწმუნეთაობათა დაინტერესება მაცხოვრის ცხოვრების ნებისმიერი ეპიზოდით, ნებისმიერი წუთით და ამ დროს კი კანონიკურ სახარებებში მისი ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერი აბსოლუტურად თქმული. აი ამ დაინტერესების საფუძველზე ეძიებდნენ კიდეც ხომარ შემორჩენილ ზებრიხსოვნაში რაიმე გადმოცემა მაცხოვრის ბავშვობის სიყრმის შესახებ, რაღაც გადმოცემები ალბათ მართლაც ცოცხლობდა ზებრიხსოვნაში, ეს ყველაფერი მოაგროვეს, უხვად განზავებული პირადი ფანტაზიებით, რაღაც ხიბლისმიერი წარმოსახვებით, შემდეგ ჩამოაყალიბეს კიდეც გარკვეულ ნაწერებად და ეს ნაწერები, როგორც ძალიან მარტივიანით აღწერილნი, საკმაოდ პოპულარული გახდნენ და აი როგორც ვიგითხარით, ზოგადადაც თარგმნილა და გარკვეული ნაწილი მისი მოღწეულია. იქ კერძოდ იმ ნაწილში აღწერილია, როგორ გაფრინდებიან მაცხოვრის მიერ გაკეთებული მიწისგან და ქვიშისგან ჩიტები, როგორ შეიძენენ ისინი ნამდვილ სიცოცხლეს და რაღაც სხვა ნიშნებიც კიდევ. სხვა აპოკრიფებთან დაკავშირებით შეიძლება გვეხსენებინა უადრესი პერიოდიდან, მაგალითად, იმავე სახარებებთან დაკავშირებით, კერინთუსის სახარება, ვალენტინუსის სახარება, ბასილიდეს სახარება, ჭეშმარიტების სახარება, სრულყოფის სახარება და სხვადასხვა თვითონ სახელწოდებებიც ხატყობს, რომ ამ ხრივაც, ესე იგი სახელის დარქმევის ხრივაც სექტის წევრები ცდილობდნენ მასების მიზიდვას. თუ რომ თხზულება, რომელსაც აწერია ჭეშმარიტების სახარება, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო მკითხველს და მსმენელს უეჭველად მიაქცევინებს ყურადღებას. სხვათა შორის აქ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ანალოგი დავინახოთ დღევანდელ დღესთან, სადაც მსგავსი სახელწოდების თხზულებები არაერთი ჩნდება დახლზე და მრავალ ადამიანს, მრავალ პიროვნებას მართლაც იზიდავს. მაგრამ ყველა ეს ძეგლიც იმგვარივე ხიბლის ნაყოფი გახლავთ, ეს სრული უეჭველობით შეიძლება ითქვას, რა ხიბლითაც იყო შემოსილი ეს ადრინდელი ქრისტიანული აპოკრიფები, მიუღებელი ქრისტიანული აპოკრიფები და ნაყოფი და შედეგი მათი იგივე იქნება დღევანდელ დღესაც, რა შედეგიც მათ თავის დროზე მოიტანეს. ეს ამ მხოლოდ ჭეშმარიტი გზიდან, ნამდვილი ცხოვრებისეული, მაცხოვრებლობითი შინაარსით დატვირთული გზიდან გადადრეკა გზასაცდენა პიროვნებისა და სრულ ხიბლის მიერ, ფანტაზიის მიერ წარმოსახვებში მათი დაუსრულებელი ხეტიალი, რომელსაც არასოდეს დასასრული არ იქნება თუ პიროვნებამ დროზე არ მოუხმო გონს.